EUTOS მუდმივ მოქმედ საბჭოზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ ორგანიზაციის 24 წევრმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ქართული ოცნების ხელისუფლებას EUTOS მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გაერთიანებული სამეფო, კანადა, გერმანია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, შვედეთი და სხვა პარტნიორი სახელმწიფოები, საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო კრიტიკულად არის შეფასებული. ხელმომწერი ქვეყნები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის მთავარი დასკვნა ერთმნიშვნელოვანია. 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ასევე ქვეყნები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას გააგრძელონ ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები განიხილონ ბაზისად კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმისთვის. მომხსენებლის მთავარი დასკვნა ერთმნიშვნელოვანია. როგორც ანგარიში ამბობს, მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. საქართველოს მოუწოდებთ ყურადღება მიაქციონ დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად შეასრულონ მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატაროს ოპერატიული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე. დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემით. საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს იმ კანონმდებლობას, რომელიც შეუსაბამოა მის საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების სფეროში. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო დისკუსიის სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და დევნისაგან, გააუქმოს თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველაფერი. საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა, გაითხოვოს ამ საკითხზე წარმოდგენილი სარჩელები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას, სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების, სამართლიანი სასამართლოს გარანტიების უზრუნველყოფასა და ისეთი ინსტიტუტების რეფორმების გზით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, EUTOS-სა და ვენეციის კომისიის მრავალწლიანი რეკომენდაციების შესაბამისად. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს სიგზე გამოეხმაურა საფრანგეთის მისია EUTOS-ში და ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 10 მარტს გავრცელებული განცხადება გააზიარა. გუშინ მომხსენებელმა პატრიცია გჟებიკმა EUTOS მონაწილე სახელმწიფოებს წარუდგინა დამოუკიდებელი ანგარიში დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მომხსენებელმა აღნიშნეს საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობა გამოძიების პროცესში, მან მოუწოდა მთავრობას დაუბრუნდეს საქართველოს მიერ EUTOS ჩარჩოებში აღებულ ვალდებულებებს. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა სინანული გამოთქვეს 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღების გამო. მათი განცხადებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტური. ელჩებმა კვლავ დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გაავრცელა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ქართულ ოცნებას მოუწოდა EUTOS მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციების სრულად განახორციელოს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შვედეთი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას სრულად იზიარებს და მიესალმება.